ლევან გამარჯობა. ეხლა წერეთ, არა, ჯერ არა, მაგრამ ეს ლევან ჩაკვეტაძეა. ადამიანი, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ქართულმა ოცნებამ ნარკომანიის პრევენციის ცენტრები ჩააბარა. აი, ბატონ ლევან, როგორ მოხდით ამ პოსტზე? ამ რუკაზე ახლა თქვენ იმ სამედიცინო დაწესებულებებს ხედავთ, სადაც ათასობით ნარკოდამოკიდებული ადამიანი მეტადონისა და სუბოქსინის დღიურ ნორმას იღებს. სანდო კადრის დანიშვნას ხელი 2024 წლის 24 დეკემბერს მოეწერა. თქვენ დაინიშნეთ 2 თვის წინ. ვისი რეკომენდაციით და რატომ და როგორ მითხარით? კაცი, რომელსაც ათასობით ნარკოდამოკიდებული მოქალაქის კონტროლი ჩააბარეს, არ გვპასუხობს, როგორ მოხვდა ამ თანამდებობაზე. თქვენი ძმა იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ამ ამბავში? ძმა? დიახ. შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ ის ქართული ოცნების დეპუტატის გიორგი ჩაკვეტაძის ძმაა. ეს გარემოება კი გვაფიქრებინებს, რომ მმართველმა პარტიამ ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი პოსტზე პარტიული ერთგულების ნიშნით დაამტკიცა. მასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, როგორ მოხვდა ამ პოსტზე? თქვენ უკვე აღიარებთ პარლამენტის ლეგიტიმაციას? შუაშია, ანუ სხვა რესპონდენტი, თქვენი რესპონდენტი ხომ მე ვარ? ამ წუთას თქვენ გიჭირავთ აღიარებთ პარლამენტის. შუაშია, თქვენს ძმაზე გეკითხებით, ეგეც ბიძინა ივანიშვილის. რა გაინტერესებს მითხარით? როგორ მოხვდა ამ პოსტზე, სადაც რომელ პოსტზე მოხვდა მითხარით? ნარკოლოგიურის ხელმძღვანელად. თქვენ ამბობთ, რომ შეპესე რომლის ხელმძღვანელიც არის, მაგაზე მეკითხებით? ახლა უკვე ქართული ოცნების დეპუტატის ძმის ხელშია არა მხოლოდ მეტადონის პროგრამა, რომელსაც ათასობით ბენეფიციარი ჰყავს, არამედ ნარკოდამოკიდებული პირების მონაცემთა ბაზებიც. სწორედ ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ახყავს აღრიცხვაზე წამალდამოკიდებული მოქალაქეები და იგივე უწყება ხსნის მათ ამ ბაზიდან. ახალგაზრდები თქვენ ჩაგაბარეს და ნარკოდამოკიდებულები თქვენს ძმას ბატონო გიორგი. არჩევნებს ასე გააკონტროლებთ ძმები ერთად? ჩვენ დავადგინეთ, რომ ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ახალი შეფი საქართველოსთან ერთად რუსეთის მოქალაქეც არის. ჩნდება კითხვა, რისთვის სჭირდება ლევან ჩაკვეტაძეს რუსული პასპორტი? რუსეთის მოქალაქეობას რატომ ინარჩუნებთ? რა კავშირი გაქვთ რუსეთთან, ბატონ ლევან? შეხედეთ. ამ დროზე. რას დარბიხართ? ხახნო რა ხელავთ, მითხარით. მე ვხელავ? ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ჩვენს კითხვებს არ პასუხობს. ამიტომ ახლა მის დეპუტატ ძმასთან ვცდილობ დავადგინოთ, რა დანიშნულება აქვს ჩაკვეტაძის ორმაგ მოქალაქეობას. ჩემი ოჯახი, მათ შორის სამედიცინო მიმართულებითაც, მათ შორის რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლის დროს 2008 წელს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. არა, არასწორი ინფორმაციას ავრცელებთ და ეს არ გაავრცელეთ. სიმართლეს, რომლის გასაჯაროებაც რეჟიმის სახეებს დისკომფორტს უქმნის, ტყუილად რაცხავენ. არა და ახლა თავად ჩაკვეტაძე იტყუება. ამას საჯარო რეესტრის ამონაწერი ადასტურებს, სადაც მითითებულია, რომ ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოსთან ერთად რუსეთის მოქალაქეც ნამდვილად არის. თუ ინარჩუნებს დღემდე რუსეთის მოქალაქეს? არა, რას ამბობთ, არა, მოქალაქეობას. კი, დანიშნვის განკარგულებაშიც ასე წერია, რომ ორმაგი მოქალაქე. 2008 წლამდე, როცა სწავლობდა რუსეთში, ამ პერიოდიდან აქვს მოქალაქეობა და ეხლა ვერ გეტყვით. არა, სავარაუდოდ არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ეგ უნდა გადაამოწმოთ. განკარგულება მაქვს უკაცრავად მისი დანიშნვის, სადაც წერია, რომ ორმაგი მოქალაქეობა. თქვენ როცა აღიარებთ, არა, მე რატომ გაგიაროთ, ბატონ გიორგი, ვინც ეჭირვა იმ გაგიაროთ. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი სრულად სახელმწიფო საკუთრებაა. ბოლოს გასაჯაროებული მონაცემებით მისი ბიუჯეტი 18 მილიონს აღწევს. ამ მილიონების განკარგვა, ნარკომანიისა და ფსიქიატრიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, ალკოჰოლიზმისა და ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრები, ყველაფერი რუსეთ საქართველოს ორმაგი მოქალაქისა და ოცნების დეპუტატის ძმის ხელშია. ადამიანი რომ დილისხას ასე სახში დაგადგება. ეს ნორმალურია თქვენი აზრით? ეს ნორმალურია. თქვენ სახში არ შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ ადამიანს. ვიყავი, არ ვიყავი? ლევან ჩაკვეტაძე ცრუობს. მან მშვენივრად იცის, რომ მასთან ინტერვიუს ჩაწერის ნებართვა საცხოვრებელ ბინასთან მისვლომდე პირველ რიგში ყაზბეგის ქუჩაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის centrში ვითხოვეთ. მე ვარ ბატონ ლევანთან, თუ შეგიძლიათ რომ გადასცეთ. ნუ, თემი პირველია ბატონ ლევანისთან. კაი, აგეთშო. კაი. არა ვიქაო რა ქვია, შეხვედრაზე ეგასურია, მოვადგინე. ხო, დაველოდოთ? არა, ვერ მოვა. ვერ მოვა? წეგან არ მითხარით აქ არისო? ვინა? თქვენ? ხო, მაგრამ შეიძლება სხვა მანქანით გავიდა, ეს ვიცი გადასვლა. სხვა მანქანითაც გადის ხოლმე? კარგი. ამ უარის შემდეგ ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ახალ შეფთან დაკავშირება კიდევ ერთხელ უწყების ადმინისტრაციის უფროსის საშუალებითაც ვცადეთ. მითხრა ასეთი რაღაცა, რომ ამ ეტაპზე ამ ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით გაუჭირდება კომენტარის გაკეთება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უბრალოდ არ დაუკითხა.
რეგულაციებთან დაკავშირებით არ გავაკეთებდით აქცენტს. ანუ მისი მიდგომები რა იქნება? უბრალოდ ეხლა თქვენ შემოგწოდნიათ რომ ძალიან ახალი დანიშნულია დირექტორი და მართლა 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მე აუცილებლად ვეთქვი ამას კიდევ ერთხელ. საბოლოოდ ლევან ჩაკვეტაძე დაიმალა. რადგან ჩვენი კითხვები მის პასუხებს მოითხოვდა, იძულებული გავხდით მისთვის საცხოვრებელ მისამართზე მიგვეკითხა. უკაცრავად რა საკითხია? მოძანდით რა. აქ გადის პატივცემული. ეს ახლა რა საკითხებით მაგდებდით ლიფტიდან? ადამიანი გადის ლიფტიდან, ხალბატონო. შაბათის ეთერის ინფორმაციით ლევან ჩაკვეტაძე 2012 წლამდე რუსეთში ცხოვრობდა. საჯარო წყაროებში არსად იძებნება ბიოგრაფიის ის ნაწილი, რომელიც ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე პერიოდით დათარიღდება. ვიცით მხოლოდ ის, რომ ივანიშვილის მთავრობის პირობებში ის მუშაობდა რეგულირებისა და მიგრაციის სააგენტოებში, ბოლოს კი აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრად. როდის დაბრუნდა სამშობლოში რუსული პასპორტით, ამ თემაზე საუბარი ჩაკვეტაძისთვის იმაზე ბევრად უსიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. ჩემი განათლება, გამოცდილება, საჯარო მოხელეობა, 15 წლის მანძილზე ჩემი მოღვაწეობა ყველასთვის ძალიან კარგი. 15 წელია რაც საჯარო სამსახურში ხართ? არიცით, მე მგონი ჩემი ფეხის ზომაც გეცოდინე. არა, ბატონო, რუსეთთან კავშირზე გეკითხებით, რატომ ინარჩუნებთ ორმაგ მოქალაქეობას? 2012 წლამდე ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ არც თავად საუბრობს და არც სამსახურის ვებგვერდზე წერს. გენერალური დირექტორის პროფილიც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ოფიციალურ გვერდზეც მხოლოდ მას შემდეგ შეიქმნა, რაც შაბათის ეთერმა ჩაკვეტაძის დანიშვნის თემაზე მუშაობა დაიწყო. 12 წელია დაახლოებით, რაც სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს, შესაბამისად მისი გადასაწყვეტი არის სად იმუშავებს და სად არ იმუშავებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მე სხვა ინფორმაციას 2012 შემდეგ დაბრუნდა. ბევრად დიდი ხანი, რასაც თქვენ მეუბნებით, ბევრად დიდი ხანია, რაც სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. მე გითხარით, როცა დაბრუნდა. სწავლობდა და შემდეგ დაბრუნდა და ასე რომ ეხა ოჯახთან დაკავშირებით კითხვების დასმა კონკრეტულად პარლამენტის წევრის მისამართით არ არის სერიოზული. ანუ თქვენ ახალგაზრდული გაინტერესებთ. არა, კიდე მაბარია. გაგახარებთ და კიდე მაბარია ახალგაზრდული ორგანიზაცია და ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც ჩართული არის სხვადასხვა პროექტებში. ჩემს კომპეტენციაში შემოდის. მაგაზე ვერ დაგეთანხმებით და ზუსტად მაგის გამოც რა შეურაცხყოფებსაც აყენებდით წლების განმავლობაში, მათ შორის ჩემს თანამებრძოლებს, ჩემს მეგობრებს, ორგანიზაციის წევრებს. კითხვები უნდა მოიკითხოთ აი კონკრეტულად თქვენ რომელს შენობაშიც მუშაობთ და თქვენი პატრონები ვინც არიან, როგორც შიგნით ისე ქვეყნის გარეთ. თქვენ უნდა მოიკითხოთ ტიტუშკები და ფინანსები ტიტუშკების და სხვადასხვა რეციდივისტები. რა მიზანი აქვს ქართულ ოცნებას? პარტიას, რომელიც ნარკოპოლიტიკას ყოველთვის ისე ატარებს, როგორც ამას მათივე პოლიტიკური საჭიროება მოითხოვს. თუ სჭირდებათ ამკაცრებენ, თუ არა და ლიბერალიზაციის დაპირებებს გასცემენ. ამჯერად მოვლენები ასეთი სცენარით განვითარდა. 2024 წლის ბოლოს ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელად პარტია ქართული ოცნების წევრის ძმა ინიშნება. დაახლოებით 2 თვეში კი პარლამენტში ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება. მოვლენების ეს ქრონოლოგია აჩენს განცდას, რომ რეჟიმს მოწყვლადი და სტიგმატიზებული ჯგუფების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება სურს. ჩვეულებრივად არიან რეგისტრირებული ამ ბაზებში და სახელმწიფო მიცის ვინ არის მოსარგებლე ამ პროგრამების. ეს ადამიანები რა თქმა უნდა არიან ძალიან მოწყვლადი, ყოველთვის მანიპულირების მსხვერპლი და ყოველთვის პრობლემები აქვს ძალიან სერიოზული. არავინ არ იცავს მათ უფლებებს. გაგიგიათ რომელი უფლება დამცველის, რომელი მესი, აი ხო არიან ამდენი. რომ სადმე გაჟღერებულიყო ამ ადამიანს. აი ეხლაც კანონის განხილვის დროს ერთი უფლება დამცველი კი მესმის, რომ შეიძლება ბევრი სხვა პრობლემაა, მაგრამ ვინმეს გაგიგიათ? კანონი თუ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ გამკაცრდება კარგია, მაგრამ მთავარი კითხვაა, იქნება თუ არა იმის პოლიტიკური ნება, რომ შემომტანები რეალურად დასაჯონ. უკვე წლებია ისმის საჯარო ბრალდებები, რომ ამ ნარკომარშრუტებს გავლენიანი მფარველები ყავს და ამის გამო მათ ვერავინ ეხება. ხელისუფლებასთან ახლო კავშირის გარეშე კი მსგავსი მასშტაბის დანაშაულის ლობირება ფაქტობრივად გამორიცხულია. მათთვის მთავარი არის ეხლა ამომრჩევლის გულის მოგება. რომ აი ებრძვიან მარიხუანას, ეს არის ზოგადად ხუნდაძის და აი ამათი ნარატივი რა, რომ ვიღუპებით. და ნუ ახლა რაც მთავარია ეს დამდებები, რომელიც მართლა ძალიან სერიოზული პრობლემაა რა და ვერაფერს ვერ შვებიან. აი ვერაფერს ვერ უშვებიან. ეხლა მაგის გამკაცრება კი ბატონო მეც თანახმა ვარ და დაუშვათ ისა, მაგრამ ის იმდენი ლაზეიკაა, რომ აი არ არსებობს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველო გლობალური ნარკოვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. განსაკუთრებით იმ ნარკოტიკების გადაზიდვისთვის, რომლებიც ავღანეთიდან, ირანიდან და ევრაზიის სხვა ქვეყნებიდან ევროპაში შავი ზღვის გავლით მიედინება. ირკვევა, რომ ორი მასშტაბური სპეცოპერაცია რა დროსაც 400 და 80 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს, საქართველომ ამერიკელებისა და ბელგიელების დახმარებით ჩაატარა. 2000 წელს მოვწიე მარიხუანა ბოლოს. რამდენიმეჯერ მაქვს მოწეული. ნარკომომხმარებელს არ ჭირდება დაჭერა და ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება. მარიხუანა თუ მოგიხმარია თვალს? კი, რა თქმა უნდა. ბავშვობაში მომიხმარია მარიხუანა. არასრულწლოვან ასაკში თუ გუიანად? არასრულწლოვანშიც და შემდეგ სრულწლოვანშიც. მარიხუანა მოგიხმარიათ თუ არა, ოდესმე მაინტერესებს. კი, რა თქმა უნდა. ლიბერალიზაციისკენ მოწავიდეთ. ეს არის საზოგადოების დაკვეთა. წლების დაკვირვება აჩვენებს, რომ ქართული ოცნება ნარკოპოლიტიკას ისე ატარებს, როგორც ეს ძალაუფლების შესანარჩუნებლად უფრო აწყობს. და არა იმის მიხედვით, რომელი მიდგომა უფრო ეფექტური იქნება. ჩემი ქართველი ძმაზის და 4 კედელში კარგავს წლებს. ის უბრალოდ ეწევა შეკის ფერსის, სიარაშავებს არაფერს. 2018 წლის მაისში მარიხუანას ლეგალიზების მოწოდებით თავად ბერა ივანიშვილის ტრეკიც კი შემოგთავაზეს. ამ სიმღერის გამოშვებისას ქართული ოცნება მზად იყო საქართველოში მარიხუანას პლანტაციები მოეშენებინა. მაშინ ითქვა, რომ ბიზნესის უკან თავად ბიძინა ივანიშვილი იდგა. რაც შეეხება მარიხუანას, ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ხიბლია იმაში, რომ ჩვენ შეიძლება დამატებით მილიარდი და შეიძლება 2 მილიარდი დოლარის ექსპორტიც მოახერხოთ. რომ არა ეკლესიასთან დიდი დაპირისპირება, ოცნება ამ კანონს გაიტანდა, თუმცა მაშინ უკან დაიხიეს. თუ აინტერესოს ვინმე ჩვენი ძალა, არავის არ ვემუქრები. ნახავენ აუცილებლად ჩვენს ძალას. ოდის ვიხდი ასეთი საუბრისთვის, მაგრამ ჩემი ერის ღალატს არავის არ ვაპატიებ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, მაგი ყველა მიცოდეს. შემდეგ იყო უკვე შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიება, რომელთაც დადასტურდა, რომ საქართველოში მარიხუანას ბიზნესში ინტერესები ბიძინა ივანიშვილის ძმის შვილს ჰქონდა, რომლის კომპანიასაც ქვეყანაში კანაფის თესლი შემოჰქონდა. თქვენი შვილის მარიხუანის ბიზნესის შესახებ ინფორმაცია გქონდათ? ახლა გვიმტკიცებენ, რომ თურმე ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას თავს გარეძალები ახლოდნენ და გამკაცრების გადაწყვეტილებაც ამიტომ დააგვიანდათ. ეს ოცნების არგუმენტია, თუმცა ბოლო წლების საარჩევნო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ნარკოპოლიტიკა იმის მიხედვით იცვლება, როდის უფრო მეტ პოლიტიკურ დივიდენდს მოუტანს ივანიშვილის მთავრობას. პრინციპული რაც შემოგვთ არის ის, რომ უარის თმის შემთხვევაში ამ ნარკოლოგიური ტესტირების გავლის რაღაც ზომებია, ჯარიმა და შემდეგ ვთქვათ შედეგები, რომელიც სისხლის ამათლის პასუხისმგებლობამდე მიიყვანს. ეს ყველაფერი აძლევს შესაძლებლობას, გამოძიებას თუ ძალოვან სტრუქტურებს, რომ მუდამ კონდეთ ბერკეტი ადამიანზე ან მის ოჯახის წევრებზე ზემოქმედების, მაგალითად წინასაარჩევნოდ და მოუწოდონ მათ, რომ გააკეთონ სწორი არჩევანი. სხვა შემთხვევაში მათი ოჯახის წევრი შეიძლება აღმოჩნდეს საპატიმროში. მეტადონის პროგრამაში ჩართული ნარკოდამოკიდებული თითოეული ადამიანის შესახებ ძალოვანმა უწყებებმა იციან ყველაფერი. მათი წარსული, სამართლებრივი პრობლემებისა და არსებული საჭიროებების შესახებ. ამიტომაც არის სახელმწიფო მანქანისთვის მარტივი, ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი პირების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. ან პრობაციონერია, ან ყოფილი პატიმარია, ანუ ბევრ ამ ადამიანს აქვს პრობლემები სამართალდამცავ ორგანოებთან. ანუ ეს არ არის ადამიანები, რომლებიც რაღაც ბალეტს ეკვავენ, ხო? გამოვა პროგრამიდან, დაიჭერენ, წაიყვანენ, ეტყვიან, რომ უნდა გადაახტებინებენ ჯარიმას, მერე ეტყვიან, რომ თუ არჩევნებს მიიღებ მონაწილეობას ამ ჯარიმას მოგიხსნით და იმას პრობაციას მოგიხსნით და ამით მანიპულირებენ. ან დაშინებით რა, რომ თუ არა დაგიჭერთ. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით სახელმწიფო პროგრამით მეტადონს 12800 პირი იღებს. მათი მანიპულირება ძალაუფლების მქონე პირებს აქამდე შეეძლოთ. ახლა კი ხელისუფლება ხელში დამატებითი ბერკეტის ჩაგდებას აპირებს და ამისთვის საკანონმდებლო ბაზას იქმნის. რეპრესია ზრუნვას არ გულისხმობს, უამრავი ადამიანის კონტროლს გულისხმობს ამ შემთხვევაში. იმ ყველა ადამიანს, რომელსაც შეიძლება რაღაც ნივთიერება მოიხმაროს, პრაქტიკულ შედეგებს დავინახავთ ყველანი. მასიურ დევნას და უამრავი ადამიანის ნარკოლოგიურ ტესტირებაზე გადაყვანას.
ამ ტიპის კანონის მიღებას აპირებს გუნდი, რომელიც 2013 წელს ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას აანონსებდა. თუმცა ამ დაპირების მერე მალევე ვნახეთ ძალადობრივი ტესტირების 60,000 შემთხვევა და ვნახეთ ქვეყნის არაფორმალური მმართველის პირადი ინტერესი მარიხუანას ბიზნესში. დაიჭირეს ადამიანი. არის წინასწარ ბადიმრობაში. სასამართლო შეიძლება 2 თვე ის იყოს წინასწარ ბადიმრობაში, ხო და არ მიუსაჯონ არაფერი. ანუ ამ 2 თვის მანძილზე რა ვშვებით? დაუნიშნა სასამართლომ მკურნალობა. გაასაჩივრა ამ ტიპს. გადავიდა სააპელაციოში. არ ვიწყებთ მკურნალობას, არ ვიწყებთ. ხო? მე კაი სააპელაციოდან უზენაეში გადავიდა. რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს? რომელ მკურნალობაზე ალაპარაკ? ან სად უნდა უმკურნალოს? სად გადაყავთ? ვისთან მიყავთ? ვინ მკურნალობს? რა ექსპერტიზა არ არსებობს ნარკოლოგიური ექსპერტიზა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ხდებოდა ამგვარი რამ. ადამიანებს აგზავნიდნენ ეგრეთ წოდებულ რუსული ტერმინი არის lichebno-trudovoi profilaktori. რეალურად ციხე, მხოლოდ ბელარუსი ვიცი, სადაც შემორჩენილია ეს სისტემა ამ lichebno-trudovoi profilaktoriumებს, ანუ მკურნალობასთან საერთო არაფერი არ აქვს ამ მიდგომას. ჩანაცვლებითი თერაპია ქვეყანაში 2005 წელს დაიწყო. მაშინ პროგრამაში 100 კაცი იყო ჩართული და 15,000 მომლოდინეთა რიგში ელოდა. ახლა ქვეყანაში 60,000-მდე ინტრავენური მომხმარებელი გვყავს და ამ რაოდენობის 20% მეტადონის პროგრამაში, ანუ მთლიანად ხელისუფლების ხელშია.